ამ TikToker-მა ცნობილი ადვოკატი კამერაზე გამოიჭირა, როგორ ღალატობდა თავის კოლეგასთან. მეგობრებო, კიდევ ერთი Coldplay-ის მსგავსი სცენარი გვაქვს. უბრალოდ უყურეთ. ოთახი იქირავით. დედა. მეგობარო, ოთახი იქირავით. არა, ბავშვები არიან ირგვლივ. არა. ბოდიში ბავშვები არიან ირგვლივ, არ შემეხო. თუ შემეხები, მეც უნდა შეგეხო. მოდი ოთახი იქირავეთ. თქვენ კოცნავდით და ბავშვები არიან აქ. არა. არ ვიღებ ვიდეოს. ცხადია, იღებ ვიდეოს. დადე ტელეფონი, ჩამოდი ქვემოთ. სულ დაბნეული ვარ, რა ხდება? ის კაცი კოცნაობს, მე არა. კარგი, ასე რომ იმის გარდა რომ ეს TikToker-ი უცნაური ტიპია, რომელსაც ეს არ უნდა აკეთებდეს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვზეიმობდეთ ისეთ საზოგადოებას, სადაც ხალხს გონია, რომ მათი საქმეა მივიდნენ და გადაიღონ სხვა ადამიანები უცნაურ რაღაცებს რომ აკეთებენ. მგონია დროა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც მიზეზით ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლიათ საჯარო ადგილებში თავიანთ მეუღლეებს უღალატონ და ეს ნორმალურია, თუ არ გამოიჭირეს. ანუ გახსოვთ ხო ის Coldplay-ის კონცერტი? გახსოვთ ეს მომენტი Coldplay-დან? რა თქმა უნდა გახსოვთ. ვინ დაივიწყებდა, არა? სადაც Coldplay-მ კამერა ამ წყულზე დააყენენა. შეხედეთ ამ ორს. კარგი, მიდით. კარგად ხართ, რა? აუ, ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან. დამავიწყდა რატო? კარგი, ანუ რომანი ქონდათ და ამ ვიდეოს 155 მილიონი ნახვა აქვს. ისინი კოლეგები იყვნენ და ამან უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. და მეგობრებო, ეს არის რაღაც, რაც ჩვენ საზოგადოებაში არასწორია. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. არ დაგავიწყდეთ გამოწერის ვილარის ვილაგზე დაჯერა. ძალიან საინტერესო განცხადება გვაქვს თქვენთვის მალე. ასე რომ მოემზადეთ. და მეგობრებო, ეხლა უკვე მოძრაობის ნაწილი ხართ. იმისთვის რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ უცნაურ რაღაცებს, რასაც ინტერნეტში ვხედავთ, მედიის მანიპულაციას და რომ შემოგთავაზოთ თითქმის რადიკალურად რაციონალური ხედვა ყველაფერზე. ასე რომ მოგესალმებით. როგორც არ უნდა იყოს, გადავიდეთ დეტალებზე. აი ეს არის ამბავი. თუ ოდესმე დავიჭერდი მას ამას რომ აკეთებდა, მოვკლავდი. ოთახი იქირავეთ. დედა. ამ ვიდეოში მამაკაცი არის 45 წლის ნატანიელ კოლეტონი. ის მუშაობს ადვოკატად WLRK-ში, საკმაოდ დიდ იურიდიულ ფირმაში ნიუ-იორკში. და ქალი, რომელსაც ის კოცნის, არის 29 წლის ასოცირებული იურისტი იმავე ფირმაში. ეს სრულიად შეუსაბამოა ძალიან ბევრ დონეზე. ნიუ-იორკელები აქტიურად საუბრობენ ამ სკანდალურ კოცნაზე, მაგრამ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად? ძალაუფლების სხვაობა, მაგალითად ის, რომ ქალი ასოცირებული იურისტია. კოცნა მოხდა ცენტრალ პარკში, სკამზე, ზუსტად ასეთზე, ყველას თვალწინ. და კოლეტონი თაქორწინებულია. TikToker-მა ჯეი გუაპამ გადაიღო ეს ვიდეო. უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვაუ, ეს ძალიან თამამია და ამ ორ ოფისში უკვე ჰქონდათ ერთმანეთთან ისტორია. ორივე მუშაობდა იურიდიულ გუნდში, რომელიც იცავდა OpenAI-ს და Sam Altman-ს ელონ მასკის 150 მილიარდი დოლარის სარჩელის წინააღმდეგ წელს. და აი ეს შენობა, სადაც ისინი მუშაობენ. ეს პარკის სკამიდან სწრაფი სავალის მანძილზეა. კოლეტონმა შეიძლება უკვე საკმარისად ახსნა ყველაფერი, რადგან ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. ამის შესახებ Financial Times წერს. ასევე უბრალოდ, ნუ მოჯვა მიქ სადაც ჭამ. ბოდიში, შეგვიძლია პოსტში ვიგინოთ. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა მაქვს. პირველ რიგში ვიდეოსთან მაქვს პრობლემა. ვფიქრობ New York Post-ი დადის და მის სახელს ეძებს, ცდილობს მისი ვინაობა მასობრივად გაამჟღავნოს. ამ ეტაპზე ამას არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ეხლა ამაზე საუბრობენ. ყველა მიცის ვინ არის. მაგრამ ცდილობენ ეს გადააქციო ნიუ-იორკის ყველაზე დიდ ამბად. რა გჭირს როგორც საზოგადოებას? მართლა რატო უნდა სცადო შენი გართობისთვის, შენი ნახვების გამო, რომ გახვიდე და ვიღაცას ცხოვრება დაუნგრიო? ნახე, იმ კაცმა მიიღო სულელური გადაწყვეტილებები, რომლებიც სამუდამოდ დაუნგრევს ცხოვრებას მას, მის ცოლს, მის შვილებს, იმ ქალსაც. კარგი, მისთვის ყველაფერი დასრულებულია. ეს კატასტროფაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მედიას ამ ყველაფრის გადაღება, ხალხის ინტერვიუირება, ამბის გაზიარება, იმის გასაჯაროება, სად მუშაობდა, ვისთან იყო, რატომ არის ასეთი ცნობილი და პრესტიჟული და მერე ადმინისტრაციულ შვებულებაშია, ასე უხარია, ცოტა საზიზღარია, ცოტა დაბალია ეს ყველაფერი. ეს ცოტა ფირსების შემლახავია. ეს საწკალი კაცი. ეხო სულელი ხარ. სულელი ხარ თუ გონია რომ შეგიძლია რომანი გააჩაღო შენს კომპანიაში მომუშავე ვინმესთან, რომელიც შენზე ბევრად ახალგაზრდაა, საჯაროდ პირდაპირ ცენტრალ პარკში. ანუ, წადი ოფისში ჩაიკეტე მაინც. არა. გგონია რომ ამას გადაურჩები? ეს პრობლემაა. ასე არ უნდა იქცეოდე. ის იდიოტია. ეს მიუღებელია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ამჯერა რომ ვინც შეცდომას უშვებს, საჯარო გაკითხვის ატანა უნდა უწევდეს, როცა ვიღაცა ფიქრობს რომ ნორმალურია უბრალოდ შემთხვევით გადაგიღოს ვიდეო.
გულისმობ, ის TikToker-იც უცნაურია. ესეც უცნაური საქციელია. მიხვიდე ადამიანებთან და კითხო, რატომ იღებ საჯაროდ? შენი საქმე არ არის. თავი დაანებე. თავი დაანებე. და ის ფაქტი, რომ ამით ვირუსული ვიდეოები გამოსდის და მილიონობით მიმდევარი ყავს, იმიტომ რომ ესეთ უცნაურ რაღაცებს აკეთებს, ესეც უნდა გაკრიტიკდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკრიტიკდეს. კაცები, რომლებიც ღალატობენ, უნდა გაკრიტიკდნენ. კაცები, რომლებიც საჯარო ადგილებში ძალაუფლების სხვაობით თავიანთ თანამშრომლებთან ღალატობენ, აუცილებლად უნდა გაკრიტიკდნენ. მედია, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი რამ პოპულარობისთვის უნდა გამოიყენოს, ისიც უნდა გაკრიტიკდეს. TikToker-ები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნორმალურია სვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა მხოლოდ იმისთვის, რომ ნახვები მოიპოვონ, ისინიც უნდა გაკრიტიკდნენ. ეს მთელი ისტორია ჩემთვის ნათლად აჩვენებს ჩვენ საზოგადოებაში არსებულ უამრავ პრობლემას და მართლა არ მომწონს ეს ყველაფერი. ეხლა არ არის ნათელი ნამდვილად დაკარგა ამ ბიჭმა სამსახური თუ ადმინისტრაციულ შვებულებაშია. მაგრამ 2026 წელს, როცა ყველას ტელეფონი აქვს ხელში, შეიძლება დადიჭირონ, როცა რამეს არასწორად აკეთებ. თუნდაც პირადად შენ არ იღებდე ამას. რა თქმა უნდა, არ გინდა რომ კამერაზე დაგაფიქსირან, როცა ღალატობ. ეს არის ვიდეო. ეს TikToker-ი დადის და იღებს. არ ვიცი რატო, მაგრამ იღებს ამ წყვილს, რომლებიც სკამზე კოცნიან ერთმანეთს. აიჰე მაი მაი, არა, ბავშვები არიან გარშემო, არანაირი მოულოდნელი გადახვევა. ეს ბიჭი კერძო დეტექტივია, რომელიც მისმა ცოლმა დაიქირავა. არა. ეს სიმართლე არ არის. ეს წვილი გადაწყვეტს. პარკის სკამზე კოცნას გადაწყვეტენ. რატომ ივებს ამას სხვა ადამიანი? დამგონი მართალიცაა. იცი, ამ პარკში ბავშვებიც არიან. რატომ აკეთებთ ამას აქ? აშკარაა სახში ვერ მიდიან, რადგან ერთმანეთზე დაქორწინებულები არ არიან. ეს ნიუ-იორკის ადვოკატია და ის გამოაშკარავდა. ნიუ-იორკის ადვოკატი ცენტრალ პარკში ბევრად უფრო ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად კოცნის დროს დააფიქსირეს. ახლა კი ის სამსახურიდან დროებით ჩამოაშორეს. ვერცვაიც ფიქრს იმაზე, როგორ გაანადგურა New York Post-მა ადამიანების ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კაცი თავად არის პასუხისმგებელი, სულელია. სადმე კერძო ადგილს გაეკეთებინა. თუ ასეთი საშინელი ადამიანი ხარ, სულ მცირე, ნუ გამოაჩენ ამას საჯაროდ. და კი, უმეტესობა არ ფიქრობს, რომ იმ საქციელზე რაც არ უნდა აკეთონ, ვინმე გამოიჭერს. მაგრამ თუ რამე საჯაროდ აკეთებ, ყოველთვის არსებობს ამის ალბათობა. განსაკუთრებით ამ Coldplay-ის ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც არაჯანსაღია ამაში ჩვენი საზოგადოებისთვის. ის სიხარული და ახდაცება, რაც ხალხს ამ ამბის გაზიარების და განხილვისას აქვს, თითქოს ამბობენ, ხო, კიდევ ერთი ასეთი ვიპოვეთ. არა, ეს კაცი კარგად არ არის. მისი ქმედებები მიუღებელია, მაგრამ მოდი, ნუ გავაკეთებთ ისე, თითქოს მთელი ამბავი ვიცით. ნუ ვიფიქრებთ, რომ ვიცნობთ მის წარსულს ან მათ ურთიერთობას. კიდევ ერთხელ, თუ დაქორწინებული ხარ, ეს მისაღებია? არა, არასდროს, აბსოლუტურად არა. არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როცა მისაღებია მეუღლის ხალატი. გაშორდი და მერე რაც გინდა ის გააკეთე. ეს არასდროს არის მისაღები. და თითქმის არასდროს არის მისაღები, როცა უფროსი ადამიანი ოფისში უმსროსზე ძალაუფლებას იყენებს. ამასთან პრობლემა მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ მისი კარიერა და ბედი. ვფიქრობ, ეს თავად მან და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტონ და გაუმკლავდნენ. მან და მისმა ოჯახმა უნდა გაუმკლავდნენ ამას. არ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ საჯარო გაკიცხვა უნდა იყოს და ამასთან ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ყურადღებისთვის, ეს იყო მართა.